დილამშვიდობის მეგობრებო, ჩემს უკან ეგერ არის მდინარე ტანა საამური ხმა ისმის ალბათ ვიდეოშიც. აქედან გამომდინარე მიხვდებით ალბათ სადაც ვინ ყოფებით. დღეს ვართ ატენის ხეობაში. გვინდა მოვინახულოთ ერთი სოფელი, რომელიც მოთხოვნა იყო ჩემი ერთ-ერთმა გამომწერმა, მომწერა რომ და საინტერესო სოფელიაო, ეს არის სოფელი გაიჩაანთუბანი. სპარტაშორის ასეთი ინფორმაცია მოვუკითხე კიდე გორის საკრებულო მოითხოვა მერიაში შეიტანა განცხადება ამ სოფლის გააუქმებასთან დაკავშირებით. ანუ სოფელი უნდა ამოიღოთ გაიჩაანთუბანის სოფლის ჩამონათვალიდან. მიუხედავად იმისა, რომ ამ სოფელში ერთი ქალბატონი ცხოვრობს, ეს არის ქსენია მაყიშვილი და სწორედ ამიტომ ამის გასაგებად სხვა ინფორმაცია მე ვერ ვნახე გააუქმეს თუ არა, ამის შემდეგ რა მოხდა, ამიტომ ვინ ავიდეთ ახლა სოფელში ქალბატონი ქსენიაც მოვინახულოთ, თუ კიდე მან ცხოვრობს. და გარდა მაგისა მეორე დანიშნულების ადგილიც არის, ეს არის სოფელი თხინვალა, დაახლოებით 10 კილომეტრია გაიჩაანთუბნიდან და ბარემ რახან აქვიქნებით. ეგ სოფელიც მიეკუთვნება მაღალმთიან რეგიონს და გვინდა ავიდეთ თხინვალაშიც. ასე რომ გვიყურეთ მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც წერს კომენტარს, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ მაგიტომ დღევანდელი ვიდეო ჩემი ერთ-ერთი გამომწერის კომენტარიდან გამომდინარე ვასრულებთ მის თხოვნას. მივიდივართ სოფელ გაიჩაანთუბანში. შეძლების დაგვარად ვასრულებთ თქვენს სურვილებს. ასე რომ მე მგონი ვიმსახურებთ ლაიქს, არხის გამოწერას და კომენტარს. ყველას დიდი მადლობა. მეგობრებო, წავიდეთ ახლა გორის რაიონიდან. გორიდან არის დაახლოებით 35 კილომეტრი ეს სოფელი და მივიდეთ რა ხდება, მოვინახულოთ ქალბატონი ქსენია რა პირობებში ცხოვრობს. ერთ ადგილსაც მდინარეზე გადასასვლელს მივადექით. ესეთი გზა არის სოფელ გაიჩაანთუბნამდე. ეხლა ეს სოფელი ტუსრები არის, ტუსრებს გავივლით და მე 3 კილომეტრში დაახლოებით შევალთ გაიჩაანთუბანში. გზა ფაქტიურად ესეთი გზა არის რა, ამას ეხლა გზას ვერ დავარქმევთ, მაგრამ რაც არის ეგ არის. და იმედი გვაქვს, რომ ქსენია ბებო დაგხვდება სოფელში. ხო, 2021-ში იყო ის რეპორტაჟი უყურეთ ჩვენ და რომელიღაცა არხმა გააკეთა ქსენია ბებოსთან რეპორტაჟი და ავდივართ ახლა მაგ სოფელში და ნახავთ რა ხდება დღესდღეობით. ეს რანაირი გზა არის ბიჭო. აი წვნიანი ამინდია. ნელ-ნელა ვახლოვდებით გაიჩაანთუბანს. ზრუხები ან ზევიდან არიან ჩამოსულები, ან თუსრებიდან არიან ამოსულები. გამოვკითხოთ ერთი ამ კაცს. ეგება იცის რამე სოფელზე. ეგერ ცოტა იცით გააჩვენე. გამარჯობა. გაიჩაანთუბანში ცხოვრობს ვინმე? არავინ არ არის? ქსენია ბებო რო იყო? ой, საწყალო, ერთხანაც არ შემოგვიწყდა. მაგის იმედი ქონდა რომ ვნახავთ. ტუსრებიდან ახართ მოსულები. მაგასთან მივდიოდით, ხო, ის ნახვა გვინდოდა რა? არაფერი არა. როდის გარდაიცვალა, დიდი ხანია? 3 წელი. კარგით, მაინც ავართ ერთი ნახავთ. კარგი, მადლობა. ხო, იმიტომ რომ ისეთი პირობებია, ახლა საცხოვრებლად ძნელია და თან არა მოხუცი იყო ისედაც 1-80 წლის კი იქნებოდა. შეიძლება მეტისაც. ხო, ის ტუსრებიდან ამოდიან და ძოხები გავშვებული აქ საბალახოებია. ბევრი და აბალახები.
კიდე სადღაც გადადის რა უეჭველი მოკლე გზა, მაგრამ არ ვიცი საით. მე მეგონა რომ წალკაში გადადის. აგიდან კეები არის, სადღაცა გადადის გამის. კეები არის, კეები არის. შეიძლება მანტლისში გადადის. გაჯამრთელი საქონელია სადაა. გაუპირდა ძროხებს. ამათებ რა უნდა? ო, ნახე ბიგ. ნახლა გამიჩული. გამიჩული არა. გამიჩი არა, ხარი. ხარი არა. მოზვერი. კურო. ზეო გამოდი, ნუეფარები გორასა. ამოვედით ახლა მეგობრებო, ჩვენ გორის რაიონის ერთ-ერთ მაღალმთიან რეგიონში არსებულ სოფელში 1400 მეტრზე მდებარეობს. ძალიან მაგარი ბუნება, არუჩეულებრივი ადგილზეა, ისევე როგორც ყველა მიტოვებული სოფელი, ეს არის სოფელი გაიჩაან-თუბანი. აქ ჩემი ინფორმაციით, რამოდენიმე დღის წინ ამოვიკითხე ინფორმაცია და ერთ-ერთმა ჩემმა გამომწერმა ეს ინფორმაცია მომაწოდა, მადლობა მას ამ ინფორმაციისთვის. აქ 2019 წელს გორის საკრებულომ შეიტანა განცხადება მერიაში, რომ ამ სოფლის სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ აქ IT ადამიანი მაცხოვრებელი იყო, ეს იყო ქალბატონი ქსენია მაყიშვილი, რომელსაც თხოვდნენ ამ სოფლიდან ჩაწერილიყო ტუსრებში, ტუსრები ცოტა ქვევით არის სოფელი და რათა ამ სოფელს სტატუსი გაუქმებინათ და მიზეზი ამისი არ ვიცი. სწორედ ახლა ამ სოფელში ვართ ამოსულები, სოფელთან არის სოფლის ზევით, მთაზე არის ძველი ეკლესია, წმინდა პეტრე პავლეს სახელობის. მინდა ახლა შევიდე, მოვინახულო სანთელი დავანთო და მერე ჩავა. ერთი გავიაროთ გაიჩაან-თუბნის სოფლის განაპირა პატარა სასაფლაო ზედა ნახოთ ვინ ცხოვრობდა ამ პატარა სოფელში. მარიამ მაყიშვილი. ქსენია ბებოს ნათესავები იქნებიან. ქსენია ბებოსთან ამოვედით ჩვენ, მაგრამ ძაში შეხვდა წყემსი და გვითხრა, რომ გარდაიცვალა დაახლოებით 3 წლის წინო. აი ქსენია მიხეილის ასული მაყიშვილი. ნათელში ამყოფოს ღმერთმა ყველა. ესეც მაყიშვილი. აქ სასაფლაოსთან არის პატარა სოფლის ეკლესია. სოფელი გაიჩაან-თუბნის პეტრე პავლეს სახელობის ნანგრევებად ქცეული ძველი ეკლესია. ავიდეთ ეკლესიაშიც. მაყიშვილი. მაყიშვილები იყვნენ ყველა. სანთელი წამოვიღე და თუ არ იქნება დავანთებ სანთელს. ძალიან გული დამწყდა, რომ ქსენია ბებო ვერ ნახეთ. გმირი ქალი იყო ასეთ პირობებში ამ სოფელში რო ცხოვრობდა. ძველი ეკლესია, რომელიც დანგრეულია. აი აქ სანთელს დავანთებ. აი ნახეთ როგორი არაჩვეულებრივი მიდამოებია. აი ყოველ ჯერზე აღფრთოვანებული ვარ ამ ჩვენი ბუნებით. სილამაზით, ძალიან ლამაზი ადგილებია. აქვე არის მდინარე, მე მგონი ეს მდინარე ტანა უნდა იყოს. თუ არ ვწდები, არ ვიცი, იმიტომ რომ მოუყვებოდი ჩვენ გზაზე მდინარე ტანას და მე გადმოუხვიეთ მარცხნივ და ამოვიდა ის გზა ტუსრებიდან იყო გადმოსახვევი და ამოვიდა გაიჩაან-თუბანში. მაყიშვილები ცხოვრობდნენ სოფელში და ეხა ეკლესია მოვინახულეთ და მინდა ჩავიდე სოფელში. ოდნავ ქვევით არის და ვნახოთ რა ხდება. და აქ ასეთი არაჩვეულებრივი ძალიან ლამაზი ფაცხა, ეგერ. აქ ამომსვლელი
დაჯდება და იქეიფებს ამ ლამაზ ბუნებაში. ეგერ ამოვიდით სოფელ გაიჩანთ უბანში. აუ მაგარი პიტნაა ეგა? ხაიში არ ვარ, ბოლო სალათაშია კაი. მე სალათაში ვუქნა, წამოიღე დაკრიფებესო ცოტა. მე ჩავივლი ახლა ქვევით, ამა დავათვალიერებ რა ხდება ამ სოფელში. აგერ იქით გორაზე ეკლესიაში ვიყავით, წმინდა პეტრე პავლეს სახელობის ეკლესია და აქეთ არის რამდენიმე სახლი. აგერ იქით სროხები და იქ ცხოვრობდა მე მგონი ქსენია ბებო. ქვევით გზაზე შეხვდა ადამიანი მწყემსი სოფლის ტუსრების მაცხოვრებელი. ამოყავთ ხოლმე საქონელი და აბალახებენ. ტუსრებიდან დაახლოებით იქნება 3 კილომეტრი მაქსიმუმ აქამდე. ის პანელები არის ეგერ დენის წყარო. აგერ ძველი სახლები. დავიდეთ დინარეზე. ეს პატარა საცხოვრებელი კოტეჯის ზევით, როგორც მე ვიცი, ამოუტანეს ქსენია ბებოს. აი ეს თეთრი. იმიტომ რომ ეს სახლები საცხოვრებლად ფაქტიურად არ ვარგა, მაგრამ საცხოვრობდა თვითონ ქსენია 91 წლებშიო ჩვენი სახლი დაიწვაო თუ დაწვესო. ხო და მე აი რომელიღაცა სახლში ცხოვრობდა, მაგრამ დღესდღეობით აი ესე გამოიყურება ეს პატარა სოფელი გაიჩანთ უბანი, რომელიც მე მგონი საერთოდ ამოღებულია სოფლების სიიდან. გაუქმებულია. ზუსტი ინფორმაცია არა მაქვს, არ ვიცი. ესეთი პატარა საცხოვრებელი კოტეჯი იყო. ჭინჭარი არის აურაცხელი. ჭინჭრისგან კეთდება კიდე ძალიან გემრიელი ფხალი. ჭინჭრის ფხალი. აბერტი მქვევით სახშიც მინდა შევიხედო. ხო, მოვალ ახლა. აი წემსიც გამოჩნდა. ერთი აქ მაინტერესებს რა ხდებოდა. ძალიან მაგარი ადგილი იყო ეს. სოფლის მეურნეობისთვის.
გადავიდეთ ეხა ჩვენ აქა. აქ თავარი არ ჩავყირავდეთ ეხა ჩვენ. ესო ჩანყირავების მარი იყო, აი ძალიან სრიალი, საკ ვერ გადავა. არა, ვერა, ბესო, ძალიან ჩემი შექმები, რეზინის შექმები მაცვია და ძალიან სრიალებს. არა, იქიდან გადავალ, აი. იქიდან გადავალ, ხო. ვა, ნახე, ჩვენი მეგობარი ცუბრიები. რომ მოდიოდით რა მაგრა გვიყებენ, მანქანას უყებენ ფაქტიურად, ადამიანს არ ერჩიან. აუტკივარი თავი არ ავიტკიოთ, მდინარეში არ ჩავარდეთ. ამიტომ ეგერ მოული. რა არ მოგეწონეთ ცუგრი? ცუგრიას არ მოვეწონე. გამარჯობა. ამ სახლში ცხოვრობდა, ხო? ის თეთრის რო დაუდგეს იქ ისა. იქ რატო არ ცხოვრობდა? ბოლოს უკვე მარტო ქსენია ცხოვრობდა რა, აქ მეტი არავინ აღარ იყო. თქვენ ტუსრებიდან ხართ? მე როგორც ვიცი ეს სოფელი უნდა ამოიღოთ სოფლების ჩამონათვალიდან და ისევ წერია სოფლად ითვლება ესა. ამოდიან ხოლმე ძმები? თვითონ საცხოვრობენ ძმები ქსენიას. გორიდან ამოდიან. გზა გადადის სადღაც წალკაში. მოგითხარ წალკაში გადადები. ახლა რა უნდა გადადის? ხალხი მანქანი გადახვალ რა? მანქანი გადადიოდი. ახლა გადაწყდა ისინი. ყველგან ხო გადადის, აბარა მიმოფანტულია ტყეებში, ვერ გაიგებ რომელი გზასად მიდის. ავედით. ესე იგი გამოვედით ჩვენ სოფელი გაიჩანთუბნიდან და წამოვედით კიდე ორი სოფელი გვაქვს დაგეგმილი, გვინდა ვნახოთ, ერთი არის სიქალეთი, ჯერ არის თხინალა და მე არის სიქალეთი. გავოდიქით ამ ორ დასახლებამდე მიმოვალ გზას. რამდენად დასახლებულია, რომ მივად მე გამოჩდება. გზა ხო ისეთია, რომ ეთყობა, რომ მანქანები მოძრაობენ და საინტერესო ამბავია. დენის კაბელები არ არის, დენი არ არის. სავარაუდოდ სოფლამდე დენი იქნება იქ. იქიდან იქნება ვითომ შეყვანილი ბაბუ? არ ვიცი, აბა ვნახოთ, მივიდეთ. ჯერ არის სოფელი თხინალა და მე სიქალეთი. ხო, ეხლა სადღაც ქვევით ჩავდივართ, მაგრამ სად ჩავდივართ არ ვიცით. რუკაზე ჩანს შენობები, რამდენიმე შენობა. მაგრამ არ წერია რა არის და გვინდა რომ ჩავიდეთ და ვნახოთ. სახლი აიშენა ვიღაცა. მივიდეთ და ვნახოთ სახლი. ედა რა ყველა მიწა გათხრილი? ხო. ჩვენ ხარეს მიეძალი არ გადა. ეხა ვეღარ მივეძალები, ბაბუ, ეხა ის ხელა კვალი ამ კვალიდან ვერ ამოვალ მე და სადაც ამოვალ იქ. აჰა, აქ ამოვედი. აქა იქ კი არის ისენი, რა ქვია, წყლის გადასასვლელი, მაგრამ მაინც ძალიან ტალახიანი გზაა. მაგრამ ხრეშის დაეყარა ცოტა მომიწევადი. საით ბესო, ქვევითაც მიდის გზა. ო, სამი გზა არის აქა.
პირდაპირ მარჯვნივ მარცხნივ. პირდაპირ. რატო? მანქანა ასეულები არ არის. იქით რომ ჩახვიდე შეიძლება ვეღარ ამოხვიდე. არა და აშკარად გაჭრილი გზა იყო, იქითაც და აქეთაც. მაგრამ მანქანით აქაა ასეული. საკალმახე? ოღა. მამა მიდეთ ერთი. იქ შუაში ბაბუ ნახე რამ ხელა ქვებია დაწყობილი. ვინ დააწყო? ვინ დააწყო? კი, ვინ დააწყონა და ეს ქვები? ნახე იქეთაც რაღაცეებია. საკალმახეს აპირებენ, აი. ეგ ჩანდა იმ უკაზზევიდან? არა, შენობა ჩანდა ეს. შენობა წინ არის, აი რაღაც. ის საკალმახები რითი უნდა შეივსოს? მდინარე არის აქ რამე? ალბათ, რა ვიცი. აქ ცხოვრობს ბიჭო ვიღაცა და რაღაცებს აკეთებს. მეგარი რა? მეგარი ხო? მე ჭინჭარი მოვგრიფოთ. არა აყვავებულია. აგერ დანგრევებია რაღაც. აქ ადამიანი შრომობს, აკეთებს და რაღაცებს ჩარჩმესტერობს და ეხლა მივდივართ მეგობრებო თხილნარასკენ. გაიჩანთ უბნიდან, აი ეს გზა მოდის იქიდან. გზაზე აი ვინც იცის ეს ადგილი, ის არის ნიშია, სამლოცველო რაღაც პატარა შემოღობილი. და ქვევით ეგერ პატარა დასახლებასავით არის რამოდენიმე სახლია, ოღონდ Google-ზე არანაირი სახელი არ აქვს ამ ადგილს და არ ვიცით რა ქვია ეს დასახლება, სოფელია პატარა თუ რავი რა სახლებია. ვინც იცით მოწერეთ კომენტარში და მე გძელდება გზა და ჩადის თხილნარაში. აგერ ზევით გორებზე ჩანს სოფელში მისასვლელი გზები. აგერ აი ეს გზა არის. ნელა ჩავალთ ახლა სოფელში და გზასაც გადავიღებთ და გაჩვენებთ როგორი გზა არის თხილნარამდე მისასვლელი. ბუნება და გორები არის სასწაულად ლამაზი. დავიდეთ. ეხლა მივდივართ მეგობრებო სოფელ თხილნარაში. ერთ-ერთი სოფელია აქეთ გორის რაიონში. მოვინახულეთ ჩვენ გაგლუანთუბანი. ქსენია ბებო არ დაგვხვდა სამწუხაროდ გარდაიცვალა მერცანათელში ამყოფოს და წამოვიდით კიდე ორი სოფელი გვაქვს დაგეგმილი, გვინდა რომ ნახოთ. ერთი არის თხილნარა და მეორე სოფლის სახელი აღარ მახსოვს. ხო და ძალიან ტალახიან გზებს მივადექით და მინდათ გავჩვენოთ ეხა როგორი გზა არის სოფლამდე მისასვლელი. ეს არის ერთ-ერთი მონაკვეთი, ეხა ძალიან წვიმების მერე ეს გზა არის აი ესე ტალახიანი ძალიან. ხო და არ ვიცი ეხა უნდა ვიაროთ სულ სრიალით და წამობესო. გურ დასრიალებს. და ასეთ გზებზე, ახლა ასეთ გზაზე არ ამგონია ჩვენ დავხვდეს ვინმე სოფელ თხილნარაში. შეიძლება ზაფხულში ცხოვრობენ, მაგრამ ახლა არ ვიცი, ალბათ ნახავთ. აუ რა მაგარ ადგილზე გამოვედით, ნახეთ. აქეთ ჯვარია, ეთყობა ვიღაცა. გადავარდა ეგერ ხრამია მარცხენა მხარეს და
ამაგარ ბუნებაში გამოვედით. წინ სახლები ჩანს კი, აი ზევით მთაზე. სიმაღლე ხეობაა და ხეობა ქვევით ხევი ჩემ ტერი ჩავარდეს იმ ხევში და ზამთარში აქ თოვლი რო აუ ნახე ბიჭო ნახე რა მაგარია. ჩავდივართ დაბლა. ნელ-ნელა ქვევით ჩავდივართ და ალბათ ის არის ბესო წინ რო ჩანს სახლები თხილნა რა. ო სხვა რა აი დიდი ქვევი. აი მოვედით დინარეში გავიაროთ. მარცხნივ ხო მარცხნივ შევიდე. დილის მატერიალები. ნახე ბიჭო საბალახოებია რაღაც არაჩვეულებრივი. მე ჩართე და გადაი. ჩართულია ეგ და იღებს ბაბა. რა მაგარი ადგილებია ხედავ აქა. აგერ მთის ფერდობზე გამოჩნდა სახლები რამოდენიმე. აი დიდი მთარო ჩანდა. შორი გზიდან იქ ამოვედით პაჩტი. დაბმულებია ეს ხანები? დაბმულები თუ ვიღაცა იქნება აქ. დამოვიდა აგერ გამოყვა. აგერ ეკლესიაც არის დანგრეული. ახლა რამდენი ვინთხად გააქვს აივანი. ეს ახლა იმ სახთან მივდივართ თუ აივანზე გააქვს. ნო აგე. აი რაღაცა ცხოვრობს. აქედან ეკლესიაში ვერ მივართ. ეს სახლში მივიდით ვიღაც სახლში. ისე გზა არ გადის? აი კაცი არის ეს. გამარჯობა. გაუმარჯოს. ამოვიდით მეგობრებო სოფელ თხილნარაში. გზას გაჩვენებ როგორი გზა არის, არ არის კაი გზა, ტალახიანია ძალიან. მაღალმთიან რეგიონში არის ესეც. ძალიან მაგარი სოფელია, კარგი ადგილას არის. სოფლის მეურნეობისთვის და ძროხების შესანახად. და მოდით ახლა ჯერ ეკლესიაში შევიდეთ. ზედ სოფლის თავზე არის მთაზე. ეკლესიის ნანგრევები. ასეთი ეკლესია არა, რაც არის შემორჩენილი და სოფელშიც ერთი ოჯახი ცხოვრობს. ინახავენ საქონელს. ომბალო. წამოიღე ბიჭო, ტყემალი გავაკეთოთ. გავს მე რაცა. ომბალო სუნია კი. აგერი ქვევით აგერი ცხოვრობენ. მაგრამ გზა არაფრით არ ვარ. გზა არაფრით არ ვარ გამსოფლამდე ამოსასვლელი გზა. ბიჭო ისეა ჩარაზული ეს გეგონება შიგნით. ის არის სახურავიც კი არა აქ ამას გუმბათია აქ. რა გუმბათი ხი არის ამოსული შიგნით. მუხა ცაკატუხა. აზალოჩენაია ბრიუხა. ოიტა სანთელი დავანთოთ. ეს არის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია. ასანთი გააქვს? სანთელი დავანთოთ და აბა ერთი გავიაროთ მოხოთ მიცხოვნა დარბარის ხალხი ცხოვრობდნენ სოფელ თხილნარაში. აუ რამხელა დაცუსხეთ აქცეო ახლა აგერ იქიდან მოვიდა.
ბეგაშვილი. ეს გაგლოშვილი. აქაც ვნახოთ გაგლოშვილი. ყულუმბეგაშვილები და გაგლოშვილები ცხოვრობდნენ ესე იგი აქ. ესეც გაგლოშვილი. ყულუმბეგაშვილები და გაგლოშვილები. ალბათ, ჰა? შავლოხაშვილიც იყო. გაგლოშვილი მე მგონი ოსური გვარი უნდა იყოს გაგლოევი. ყულუმბეგოვი ალბათ და შავჩოხაშვილი შავჩოხაშვილი ქართველი იქნება. დასტიპირულად გავიდა. ჩავიაროთ ეხლა სოფელში. შავლოხაშვილი? არ ვიცი ქართულია თუ ოსურია ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ შავლოხოვი. ჩავილი ეხლა მე ქვევით ფეხით. აი ამ სახლებს გადავიღებ, რა ხდება? ჩავიაროთ რა, აქ არ ვიცი, აქ აშენებენ ამას, აგი კრამიტებისა, შიფერია ძველი. ამ ხელა მორებით იყო, ნახე. მე გავიაროთ სოფელ თხილნარაში. გავიაროთ, ეხლა დავათვალიეროთ სოფელი თხილნარა. რა შავი ღრუბელი მომდის იქიდან. აქ წვიმამ თუ დაცხო, აქედან ვერც გავალთ, ისეთი ცუდი გზებია, ტალახიანი სასწაული. 2 მეტრიანი ტალახები არის. მაგრამ ახლოს არის რა, გორიდან არის, ალბათ დაახლოებით 40 კილომეტრი იქნება მაქსიმუმ. ერთი ოჯახი ცხოვრობს. ძროხები ყავს. ახალგაზრდა ბიჭები შეხვდნენ. ხო და ყველს აკეთებენ და ყიდიან გორში. ზუსტად მაგისთვის არის ეს ადგილი. 1300 მეტრაზე? ესე იგი. ხო. 1400 იყო. მანქანა სად არის ამონასული? ხო, იქიდან ამოვიდა რა. ჩვენც ამოვიდოდით, მაგრამ ფეხით გამოვისეირნეთ. სად არის ჩვენი მანქანა? ბიჭო, ხო არ დავკარგეთ. ამდენი ის არის დანგრეული სახლი. ბაბუ სად იყო? აგე ბაბუ მოსეირნოთ. აქ ეხლა ყვავის ყველაფერი. სიცივეა ხო? და როგორ ხალი დავკარგე. ახლა სახლია. ეს ეთყობა საცხოვრებელი სახლი იყო კი ნამდვილად. ვაშლის ხეებია ბევრი, რომელიც ჯერ ყვავილშია. რუსთავში უკვე ასხია ხეებს. აგჯერ ხეები ყვავილშია. კაი დიდი კაპიტალური სახლი იყო. აგერ იქ ვიყავით ძევით ეკლესიაში. დავყვები ხა მე ნელა. ამ გზას. დავივიღე კაცი და მე მგონი წვიმა უნდა დასწროს. მიდის? ხო, ზემოდან გადმოგძახეს ბიჭო, მე ეს გზა მიდისო. რა ვიცოდი ჩვენ? არა უშავს ფეხით გავისეირნეთ რა. შექმნები აუცილებელია.
რეზინის ბოტები. ბესარიონა და ვაჟიკო დამეწევიან. ბაბულიკა. კიდევ ერთი მიტოვებული სახლი. ესეც სოფლის გზა არის. მეგონი წვიმას აპირებს. აქეთაც და ზევითაც მოჩანს რაღაც სახლის ნანგრევები. ხო, ცოტას გავუყვები. აქეთაც არის სახლის ნარჩენები. ეს ერთი მონაკვეთი მინდა გაჩვენოთ სოფელ თხილნარამდე ამოსასვლელი. არაფერი ისეთი არაა, მაგრამ ასეთი გზა ბევრია რა, ქვიანი, ტალახიანი. კარგამინჩი კიდე არა უშავს, მაგრამ ხა ბესო დაჯდება საჭესთან, მე ცოტა ფეხით გავილი გამოვილი. სულთა აერზე კარგია ფეხით სიარული. Amo beso. ვიცი ხო, მაგრამ ასეც გავა. წადით. საშინელი რატო არა? პრობლემური უგზოობა არა. აი გადასავალი უბედური რა. სრამი უბედურია. და ქვების ზევით უბედური, რომ ჩამოვარდეს ერთი ქვა გადაგვალდებს. აი ჯვარი რატო ასვი აქ ვიღაცა მოუყდარია. ალბათ რაღაცა მოხდა. ათერსია ყუბოს მე. ჩემდა გასაკვირად სოფელში დახვდა. ახალგაზრდა ბიჭები იყვნენ. ძროხები ყავსო. მუდმივად აქ ცხოვრობენ. ზამთარში არ ამგონია, მაგრამ სამხულობით აქ არიან, აქ რა მაგარი ხევია. აგერ იქით არის სოფელი თხილნარა. თხილნარას ზევით მარცხენა მხარეს მთაზე მიდის გზა, მიუყვება და ადის სიქალეთისკენ, მაგრამ დღეს ძალიან დაგვიგვიანდა, უკვე 4:30-ია. დავიღალეთ მოგშვი და მოგწყურდა. ხა სადმე ვნახავთ ადგილს, დავждებით, ვისადილებთ და სიქალეთი უკვე არ გამოგვივიდა დღეს. მათ სხვა დროს მივართ. კიდევ ერთი მონაკვეთი, ტალახიანი. დიდი ლოდებია მეწიდან ამოშვებული. ტალახები. წინაც ეგეთი ტალახებია. მინდა როგორ არა. კი, წადით აგეწევით. არა, იქამდეა მარტო, აი. და არავიდა. მოატრიალა ალბათ. წადი. ეს ახლა ზაფხულში კი გაშრება, ეს წყლები არ იქნება, მაგრამ ზამთარში და სხვა სეზონებზე აქ ძალიან ტალახიანი ამოსასვლელი გზა არის.
წადი. თავარია წვიმა არ წამოვიდეს. 2 წუთი წინ მზე იყო, ეხლა წვიმა წამოვიდა, გადაიღო. შეიძლება კიდე მზე ამოვიდეს, მე ესე წვიმა წამოვა. ძალიან ცვალებადი ამინდია აქ. წვიმაც წამოვიდა. აუ აქ რა კაი ტალახია ბიჭო. ბიჭო. ტალახში თავარია არ ჩავეფლო. ეს გზის პირზე ასეთი პატარა რაღაცა ხის შენობა არის. შემოიარეთ მთელი ატენის ხეობა, მეგობრებო, გამოვიარეთ. უკვე დღის ბოლოა, მზე ჩადის დაახლოებით 5:30-ია. ფაცხები სადაც იყო, საქიეფო ადგილები დაკავებული იყო სულ ყველა, სანამ აქამდე მოვიდოდით და გზიდან ეგერ ზევით გზა არის. გორისკენ მიმავალი. გზიდან დავინახეთ აი ესეთი ადგილი. ძველი გაკეთებული ფაცხა გადახურული არის რაღაცით. ძველი ადგილი აქ არავინ აღარ ჩამოდის, იმიტომ რომ გზა არ არის ფაქტიურად, ისეთ ჩვენაირი მანქანა თუ ჩამოვა. ეს გამხმარი ხი არის. ძალიან ლამაზი ბუნება არის, აი ეს ადგილი თუ იცით, აი გზის პირზე ასეთი დიდი აუზები იყიდება, მე მგონი. ხო და აქეთ არის მდინარე, ტანა. და ჩამოვედით გზის პირზე, გავჩვიდით ასეთ ლამაზ ადგილას. მივიდეთ ერთი ბესარიონმა რა ქნა შეწონ წვადები. დააკენდი ბესო შეაფუცხინე. დღეისათვის მეგობრებო, სულ ეს იყო, იმედია დღევანდელი ვიდეო მოგეწონათ. და ბოლოს მინდა ყველას მთლიანად საქართველოს მიულოცოთ დღევანდელი დღე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და მეთმაკნას მართლა დამოუკიდებელი ყოფილიყოს, გამხდარი იყოს ჩვენი ქვეყანა, არავიზე დამოუკიდებული, ყველაზე ძლიერი ქვეყანა ფინანსურადაც, პოლიტიკურადაც და ნებისმიერი კუთხით. რადგან ჩვენი შვილები, ჩვენი ახლობლები, ქართველები არ გარბოდნენ თავისი ქვეყნიდან და თავისი სამშობლოდან. და პირიქით ადრეც მაქვს ნათქვამი და კიდევ ერთხელ გავემეორებ, ამერიკელები იქნებიან, ეს რუსები იქნებიან და ევროპელები ჩამოდიოდნენ ჩვენ ქვეყანაში საქართველოში სამსახურის საძებნელად. და არა ჩვენი მოქალაქეები და ჩვენი ახლობლები გარბოდნენ უცხოეთში. მეთმაკნას ასე იყოს. კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. კარგად ბრძანდაბოდეთ მომავალ შეხვედრამდე. ეხლა ქარი ამოვარდა და მე მგონი წვიმამაც უნდა დასწროს. ასე რომ უნდა გავასწროთ ეხლა სახლისაკენ ჰერი.